Ну, მთავარი ალბათ არის ის, რომ მართლაც ეს არის დოკუმენტი, სადაც მოხდა ყველა იმ ფაქტების შეჯამება, კომპილაცია, რომელზეც საუბრობდით. თავისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობით შეიძლება ის ასე თუ ისე გაუტოლდეს ტალიავილის დასკვნას. ეს უნდა მეკითხა სხვათა შორის ფაქტის მისიის გამოცდილება ქონდა და აი, როდესაც კითხულობდით იმაზე თუ აი რა დადგინდა როგორც მინიმუმ, ხომ? აი ამ დოკუმენტის მიხედვით დადგინდა ის, რომ არც ერთი პირი არ დასჯილა, ან ყოფილა მცდელობა, რომ დასჯილიყო იმ ძალოვანი სტრუქტურებიდან. მე მგონი ეს პოლონელი ქალბატონის მიღმაც და ამ ანგარიშის მიღმაც ყველამ ვიცით, რომ ნულოვანი რეაგირება იყო. კი, ყველამ ისედაც ვიცოდით, თუმცა იყო აი როგორი ეჭვები და ჭორები, იცით რომ არ ამბობენ, მაგრამ დასაჯეს და ესეთ ხმებს ავრცელებდნენ. ამის მიუხედავად აღმოჩნდა, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. და ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ის რაც ხდებოდა საქართველოში ამ მიმართებით, ეს იყო შერჩევითი სამართლის აი ესეთი ცხადი გამოხატულება და ამასთან ერთად პრინციპში იყო დანაშაულის შემცველი, მაგრამ ნუ იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ ერთეული გადაცდომები და ამ დოკუმენტის მთავარი ხაზი ის არის, რომ სისტემურობას ჰქონდა და ერთეული გადაცდომები. აი როგორც გიორგი მაგნიშნა, თავარი კიდევ ის არის, რომ რეალურად ჩვენ გვაქვს მესამე მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ გამოძიება, მათ შორის საერთაშორისო გამოძიება გაგრძელდეს იმ ყველა ძირითადი მიმართულებით, რომელიც პრობლემურია. რა არის ამისთვის საჭირო თქვენი მუშაობა პარტნიორებთან, რომელიმე ქვეყანასთან განსაკუთრებით, რომ ის გახდეს ინიციატორი თუ იცით, მე ვიტყოდი, რომ ჩვენს მუშაობასთან ერთად აქ მთავარია ის, რომ ამ ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ, რომ ისინი აკეთებენ ქართველი ხალხის საქმეს და ეს არ არის თქვას ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ქართველ ხალხს სურს დემოკრატია, სურს თავისუფლება, სურს ღირსების დაცვა და ერთადერთი ფორმა არის ის, რომ მას უნდა ყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს. სამწუხაროა, რომ ცხადი ხდება თანდათანობით ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ქართული ოცნება 10%-ითაც კი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას არც ერთი მიმართებით და უფრო მეტიც. ის არის ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის პროცენტულად როგორ იცვლება. არა, მე ვამბობ უკვე იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ისინი ღებულობენ, აი მაქსიმუმ შეიძლება ჩათვალო, რომ 10% შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რაც ქართველ ხალხს სურს. დანარჩენი არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო.